უნდა მოითხაროს ეს ხეები. გაიკაფება აბსოლუტურად ეს არის საუკუნის კი არა, არ ვიცი, 10 საუკუნის დანაშაული. რაღაც აი ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ ტყეპარკმა. უნდა ვაღიარო პირველად ნახე, არ მქონა ნახე. პირველი ის შთაბეჭდილება დამჭა ის ძალიან ცუდი რომ 50 წლის მანძილზე რატომ იყო ეს ცოცხალი სამოთხე მიტოვებული ასე. იქ არის აი ასწლოვანი ფოთლოვანი ხეები არის, მარაწვანე ხეები არის ტბებიში, მაგრამ გავერანებული და მიტოვებული, მაგრამ ბუნებრივად ულამაზეს. პირდაპირ რომ იქ მიდის მოსამზადებელი სამუშაოები და აბსოლუტურად სადაც კი გავიარეთ, 9 კილომეტრი იქით აქეთ ყველგან ყველა არის დანომრილი წითლად და რას ნიშნავს რომ უთხარით ეს უკვე ექვემდებარება იმ 6.6 მილიარდიანი არაბული ქალაქის შენებლობის პროექტს და მთლიანად უნდა მოითხაროს ეს ხეები. და პირდაპირ ვაცხადებთ ჩვენ რომ ჩვენ ქართველი პატრიოტები ამას არ შევეგუებით, გაერთიანება ამას არ შეეგუება და შეიძლება მთელი საქართველოს სხვადასხვა წერტილებიდან ერთდროულად დავიწყოთ მსვლელობა დასავლეთიდან, აღმოსავლეთიდან და დასრულდება იმ ტყეპარკში და აბა ნახოთ ერთი როგორ გაჩეხავენ არაბები. აუცილებელია საპატრიარქო მხარი დაუჭიროს, დაუდგეს გვერდზე დედა ეკლესია. აი ამ ჯანსაღ ძალებს რომ ცალკე მაინც გაგვიჭირდება თუ დედა ეკლესია და ჯანსაღის სასულიერო პირები არ დაგვიდგნენ, გვერდში ეს იქნება ძალიან რთული, თუმცა ჩვენ მაინც ბოლომდე ვიბრძოლებთ.